რეპორტაჟი, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში ბუნებრივი აელოდით და ჩვენ დავანონსეთ კიდეც. იმედის დრო ბრაკონიერების წინააღმდეგ დაცულ ტერიტორიებზე ცხოველები დაუცველია. სოციალურ ქსელში გავრცელდა დაჭრილი შველის, დანაწევრებული ირმის და მოკლული დათვის ფოტოები. აღშფოთით გავაპროტესტეთ და დავგმეთ, თუმცა ამის ფონზე ბოლო 10 დღის განმავლობაში ოფიციალურად შველზე ნადირობის 3 ფაქტი გამოვლინდა, არაოფიციალური მონაცემებით კი 10. ჯიხვი, კავკასიის ენდემი, გავრცელების არეალი მხოლოდ კავკასიონი. მასობრივი განადგურების გამო ის გადაშენების პირასაა მისული. კავკასიური, ანუ კეთილშობილი ირემი, მასობრივი განადგურების გამო გადაშენების პირასაა მისული. ფურციკი, იგივე ჯეირანი, საქართველოში ის შირაქის ველზე გვხვდებოდა. ახლა ის გადაშენების პირასაა მისული. ნიამორი, მასობრივი განადგურების გამო ის გადაშენების პირასაა მისული. ცხოველები, რომლებიც წითელ წიგნში მოხვდნენ. ნუსხაში მათი შეტანით ამ სახეობებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფთა სტატუსები მიენიჭათ. თუმცა მხოლოდ მათ არა, საფრთხე საქართველოს ფაუნის 151 სახეობას ემუქრება. ცხოველები გადაშენების საფრთხის წინაშე ადამიანებმა მიიყვანეს. ადამიანებმა, რომლებმაც ბიომრავალფეროვნების ერთიანი ჯაჭვის შესახებ ჯერაც არიციან. არიციან, რომ თუ ჯაჭვის რომელიმე რგოლი ამოვარდება, ბალანსი დაირღვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიომრავალფეროვნებას, ანუ სიცოცხლეს დედამიწაზე საფრთხე შეექმნება. ეს არის ფოტომახე, რომელიც შედგება 3 მოწყობილობის და ჩვეულებრივი ფოტოკამერა, რომელიც გვაფრთხილებს თითელი შუქით თუ გაქვთ დატოვოთ. ეგრეთ წოდებული ფოტოხაფანგები ძირითადად ცხოველებზე დაკვირვებისთვის გამოიყენება, თუმცა ქართულ პრაქტიკაში მას სხვა დატვირთვაც აქვს უკანონო ნადირობის გამოვლენა. ბრაკონიერი მოგეხსენება სუსილობს ადაპტაცია გაიაროს და უფრო მეტად იმასთან და დაიწყეს გამოყენება აქტიურად ნიღბების. ეს ნიღბები ერთგვარად მათთვის საფარია, რომ ამოცნება ვერ მოხერხდეს, მაგრამ არსებობს ბევრი დახვეწილი პროგრამა, რომელიც გარკვეულ დეტალებს აფიქსებს. გარდა ამისა, ჩვენ შემოვიტანეთ GSM ფოტომახეები, რომელიც ონლაინ რეჟიმში მუშაობს და ამართლებენ ბრაკონიერებს, რომ ლუკმა პურისთვისო ბევრი დადეს. თუ სურათზე დააკვირდებით, საკმაოდ ძვირფასი იარაღებია, მაგალითად 2 ბენელი არგოა, რომელიც ერთეულის ფასი 4000 ლარი არის. რაღაც ისეთი მომენტი იყო, რომ ხევი იყო რაღაცა და უცოდ ხმაური გავიგე და შემეშინდა უცოდ გელი, ვიცოდი რომ გელი არის დათვი არის რაღაცა და ეს როლა და ეს მოყვა. ეგონა მგელი და მოკლა შველი. თავს თითქმის ნახევარ ფაბრიკატად ქცეული შვლის ხორცის ფონზე იმართლებს. ბრაკონიერმა ბოლომდე ვერ მოინადირა. დაჭრა და გაიქცა. გარემოს დამცველებმაც ვერ უზრუნველყვეს მისი დაცვა დაცულ ტერიტორიაზე და ვეღარც მისი გადარჩენა. სამწუხაროდ საქართველოში გარემოსდაცვითი დანაშაულად არ აღიქმება. ჩვენ შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე წავარწყდეთ ბრაკონიერობის ნიშნებს, მაგრამ ბრაკონიერობის დეფინიცია არ ეძლევა. მაგალითად, თქვენ ყველას ნანახი გექნებათ ბენზინგასამართ სადგურებში, რესტორნებში, ეკლესიებში დათვები. ეს ნიშნავს, რომ იმ დათვის დედა მოკლეს, შეიძლება ბუნაგშივე და წამოიყვანეს ბელი, და საქმე უკეთეს შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა იწერება გარეული ცხოველის უკანონო დატყვევებისთვის. გარემოს დაცვითი დანაშაულის იდენტიფიცირება ძირითადად ნაკრძალებში ხდება. არადა დაცულ ტერიტორიებს და ეროვნულ პარკებს ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 8% უკავია. შეიძლება ითქვას, რომ სხვაგან ნადირობა კონტროლოა. კონტროლი რთულია ნაკრძალებშიც. მაგალითად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ფართობი 24500 ჰექტარია და ამ ფართობს სულ 19 რეინჯერი იცავს. ბუნებრივია, ყველგან პატრულირება ფიზიკურად ვერ ხერხდება, რადგან ამისთვის არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსია საკმარისი. ჯერ ისედაც ებძვიან ამ ბუნებას და კიდე აქედან ვინმე ბრაკონიერის მიერ მათი მოკლა ან სხვა რაიმე ცხოველის გარემოს ზიანის მიყენება ძალიან ამაზიანია ჩემთვის და პირადად ჩვენ სამსახურისთვის ყველასთვის და თუ ეს იქნება საზოგადოების დონეზე დაყვანილი, რომ ზოგადად დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა, ეს უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი. გარემოს დაცვა სასამართლოსაც სხვაგვარად ესმის. რეინჯერის მიერ ბრაკონიერისთვის ჩამორთმეული ცეცხლსასროლი იარაღი სასამართლოს გადაწყვეტილებებით ხშირ შემთხვევაში კვლავ დამნაშავეს უბრუნდება.
და ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელი თუნდაც ან სისხლის სამართლებრივი სასჯელი ფაქტობრივად გამოუყენებელი რჩება და ეს ახალისებს ბრაკონიერს. რეინჯერების მიმართ ცალკეულ შემთხვევაში ადგილი ქონდა სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს. მაგრამ სამწუხაროდ კვალიფიკაცია ასეთი ქმედებების აიყო აბსოლუტურად შეუსაბამო. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელისადმი სიცოცხლის ხელყოფა არის ერთ-ერთი უმკაცრესი დანაშაული, ასევე უნდა განიხილავდნენ სასამართლოები ამ ფაქტებს. რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე სტატისტიკა მართლაც მიუთითებს, თუმცა პრობლემას მხოლოდ ეს ვერ მოაგვარებს. ნადირობის შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევაზე მსჯელობა დიდი ხანია საჯარო დისკუსიის ფორმაც ვერ გაცდა. ძირითადად რასაც უნდა არეგულირებდეს კანონმდებლობა არის ის, რომ იყოს დაცული ბალანსი ერთის მხრივ მოპოვებას და მეორე შენარჩუნებას შორის, ანუ დაცვას შორის. ნადირობისთვის გადახდილი თანხები, მათ შორის ზიანის ანაზღეურებისთვის გაწეული თანხები უნდა ხმარდებოდეს გარემოს დაცვის საჭიროებებს. როგორც ყველგან უნდა მოხდეს მისი ხელოვნური მოშენება, განაშენიანება და მოხდეს ქვეყნის დაყოფა ტერიტორიულად, ჩემი აზრით, და შემდგომში გაშვება და მისი მოპოვება შემდგომში. რა თქმა უნდა, გეგმა ზომიერად უკვე შევართ ჩიხში, თუ ამ კანონებს არ მოვიყვანთ წესრიგში და არ აღვასრულებთ. ვიდრე კანონი ძალაში შევა, მონადირეს არსებული წესების დაცვა მოუწევს. წესების, რომელსაც ცხოველთა სამყაროს დაცვის შესახებ კანონი ადგენს. მონადირე ინადირებს მხოლოდ ნადირობის სეზონზე, გადამფრენ ფრინველებზე და ისიც კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას, ლიცენზირებულად და ლიმიტირებულად. დაცულ ტერიტორიაზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია. აკრძალულია ყველასთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაკრძალში კანონის დამცველები, კანონის დამრღვევები ხდებიან. მაგალითად, ამ ფოტოზე კახეთის პროკურორი ლევან ღვედაშვილია. ორ სხვა ბრაკონიერთან ერთად დათვი ჰყავს მონადირებული. ამავე 2 წლის წინანდელია. მაშინ ბრაკონიერმა პროკურორმა განაცხადა, რომ დათვი ჩაუდეს. წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი. პროკურორს არც ჯარიმა დაკისრებია 50,000 ლარის ოდენობით, არც უფლებამოსილება შეჩერებია 3 წლის ვადით და არც 3 წლით თავისუფლება აღუკვეთავთ მისთვის. ანუ არ გატარებულა სასჯელის ის ზომები, რაც ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს. ეს მეთია, პრემიერია, პოლიციელია თუ რაღაცა სულ ერთია. თუ ჩვენ ვაპატიებთ იმას ერთ კაცს, ჩვენ ამას წავახალისებთ. აქ ხდებიან სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, ადმინისტრაციული ორგანოების, ადგილობრივი მმართველობისა თუ თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლები და ჩვენ ძალიან მშვიდად, წყნარად და დინჯად და მეთოდურად გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, არ მოვერიდებით არავის აბსოლუტურად. საქართველოში საუბრობენ იმაზე, რომ არ არსებობს ნადირობის შესახებ კანონი, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ქვეყნის საგანძურის დასაცავად და ამ ფონზე სხვა ქვეყნების მაგალითები გვაოცებს, როგორ უფრთხილდებიან ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ კომპონენტს, ცხოველს. აქ იგრიალებს თოფი, ხმა დაივლის მთებს, კლდეებს, ბოლი გაერთხმება ნამიან ბალახს, არყის ხეების უკნიდან გამოხტება ახალგაზრდა ბიჭი. მოიგდებს კისერზე დედა ირემს. ის ვერასდროს მიხვდება ვინ დაობლდა, ვინ შესტირის ტყეებს, თასა და კლდეებს. ვისი დედა აღარ გამოჩნდება.